ეს ვიდეო თუ ვერ ნახეთ. ავაცინე. ჩემი სიკვდილი არ მოხდეს კაცი. ვერ მოვატრიალე. ნელა. ეს კაი. წამო შეუბედურო, წამო. კაია? ანა. მოვიდა კოტორი. აუ რა ასწავლე ხა. აგუმერჩს. ხავიწი. ოპა. ხინკლის ადგილი არის მთაში. ნუ იჩეჩ. აუ ძალიან კაი. ვაშა შენი ბრალია, შენ აყვაყველა. თუშეთში მივდივართ. დიდებული ეპიზოდი გველოდება წინ. თუშეთის კვება, ლამაზი ხედები, გუდა, თუშური ხინკალი და კარგი ადამიანები. მეტი ხალისით რომ არის ნოდარიკოს რა პური დაორგანიზებული მივყავართ. გავიდეთ მე ჯერ ვერ გავიღვიძე, მაგრამ გზაში გავიღვიძე. ეს კარგი. სანამ აბზივსება, ჩვენ ჩამოვისხამთ ყავას, ვიყიდეთ სენდვიჩს და ვუც. 12 მარცვალის ლუდები უნდა ავიტანოთ თუშეთში. დებილოდი. ჰოფილაგერები. აია, ჰოფილაგერები, სუგუქი. კი. ლაჟას მოეწონა ჩემი იდეა დიჭიქაში ორმაგი ესპრესოს დასხმის და თვითონაც ესე დამას მევინა. წამო. მეკასავლე. რა ნაკლი? მართლა? ჩემი ესე კაი, თვითონ მასწავლა და მე მივითვისე წინა ეპიზოდში მე ვთქვი და მაგიტო ვახსოვთ. ბოდიში. თან როგორ ვასწავლე, იცი? აქ მაგარი ყავა დავამუღამე, მეთქი დიჭიქაში ორმაგი ესპრესო. და სადამახია იდეა. წავედით ახლა მსუბუქი ალკოჰოლის ასაღებად. აი, ანა მაიღო უკვე. ეს გზისთვის ავიღე, ცოტა რა გავსინჯოთ რა, ცოტა. ბევრი ყუთი მიგვაქვს. საბარგულში. ჰალოანში ვართ. აი. პარკი. შეკრების ადგილი. აქედან უნდა გადავსხდეთ დელიკებში და დელიკებით დავაწვევით. დაახლოებით ალბათ 4-5 საათი დაგვჭირდება. მე ხარის ეს პასპორტი. იმ ჩვენთან ერთად იმგზავრებს, ნელ-ნელა დააგროვებს. ეს არის თუშეთის რეჯენი. აი, ჩემი. აი მე დაიწყო ზღაპრული ხედები და ზღაპრული ადგილები. გაგვიმართლა იმაში, რომ ჯერჯერობით კარგამინჩი მოვდივართ. ალაგ-ალაგ ღრუბლებიც გვწყალობს და უფრო კარგ ვიზუალებს ქმნის. ეხლა ვართ გაჩერებული შუაგზაში, იმიტომ რომ სამუშაოები მიდის და ნელ-ნელა ატარებენ მანქანებს. ამის შემდეგ გაჩერება გვექნება დაჯისთან. აბარა სულ ატახელზე ყველაზე მაღალ. იმედია იქაც ესეთი ამით დახვდება და ძალიან ნისლი არ იქნება რომ კარგად გადავიღოთ. აბანოს უღელტეხილზე ამოვედით. ხა, ეს არის აუცილებელი გაჩერების წერტილი. აქ არის დაჯი. დაჯისთან გაჩერება აუცილებელია. მისი უგემრიელესი ნამცხრები უნდა გასინჯოთ და ნუ ყავაც ხო კაია, მაგრამ დღეს ამეტანი დიდი რიგი დაგვხდა. იმიტომ რომ იქ გაჩერებულები ვიყავით, ყველას ერთად მოუწია ამოსვლა რა და. კაი, მე რიგში ვიყავ. ეს არის ვაშლიში. აქ არის თუშური მოცვი და აქ არის ცოცხალი ატა. ყველაფერი სახლის კარგი და კეთილი. თუშური მოცვის ნამწყარი დაჯისთან. აი წარ. სახლის კარაქი და რაღაც სხვა ინგრედიენტები სულ სახლის აქვს. სისწავლე. ისე ველოდებოდი ამ ნამცურის ჭამას აქ რომ ამოვიდოდი. ხუშინდელიდან ვფიქრობ.
თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და იზოლირებული კუთხეა. ისტორიულად ის 4 ძირითად თემად და ხეობად იყოფა: ჩაღმა, გომეწარი, პირიქითა და წოვა. თუშეთი ის ადგილია, სადაც ბუნება, საკვები და ძველი ცხოვრების წესი ჯერ კიდევ ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სასტუმრო ცეცე არის მომალოს დასაწყისში. ესელოს კოშკები და ზედაომალო და ცენტრი ცოტა მოშორებით არის. ფეხით დაახლოებით 1 საათი უნდა. სასწაული ადგილია. ჯერ არ გრილა, იმიტომ რომ მზენათებს, მზე როცა ანათებს არ გრილა. როგორ ხასიათზე ხარ? გადასარევზე ბოლომონაკვეთები გამოვიძინე. ამოვედით. გატრიელი აი ის ფარდული დაანახე. ლუდები დავაბინავე მანდ. ფარდულში შეიტანე? რო გრილად იყოს ვაკმაცირები ჭირსონა. საღამოს კაინიავი დაუბერავს. გაგრილდება და წინა ჩამოსვლაზე ვიყავით. აი, იქ არის კესალოები. მანდ ვიყავით წინაზე და ეხლა ვართ. მოპირდაპირეთ უყურებთ ამ ყველაფერს. ვარა კაია და შეჩავა იქ. დღეს კაი სანსეტი გველოდება. Touch me, hold me close, don't ever let me go. All I ever needed you to show, then you wouldn't have to say that you love me, 'cause I don't Senti amperepi, sperepi, შეიღება ქუჩა. პირველივე საღამოს ბიჭებმა არაფორმალური კოცონისპირა შეგრება მოგვიწყვეს. ცეცხლი, უზარმაზარი მთები, ისტორიები თუშთებჟორიკებზე, საჭმელი და მისტიკა. Zwa არის ისეულ ლურჯინზე Guaveperepacas Cargo tales Khasiatia Lurgi mardo Shele archeda Dame cargesat Chentana როგორ გაძლოს ნეტა ამაცისკა მოკლედ ჩვენ თუშური თავგადასავალი ჯადოსნურად დაიწყო. მასპინძელი მასპინძელობს თითქოს მეცხრე ცაზე აქ ყოველთვის ასეა აქ საუკუნეების განმავლობაში და დღემდე ზამთარში გზა იკეტება და მოსახლეობის დიდი ნაწილი ბარში ჩადის. მხოლოდ რამდენიმე ოჯახი და ადამიანი რჩება. სწორედ ამ გარემომ შექმნა აქაური სამზარეულოც, გუდისყველი, კალტი, კოტორი, ხმელი, ხორცი, რომლებიც დიდხანს ინახება. ჩვენიერი დილა გათენდა. გადასარევი ამინდი გვაქვს. ომალოში, ცხენებზე ვსხდებით და მივდივართ შენაქო დიკლოსკენ. სერიოზული სიმხედრები. ძალიან სერიოზული ლუკი აქვს აქ ირაკლი მენაღარიშვილს. მიცკევიჩელი აბდალი, წარმოდგენილი აგერ ყაბალახი, კეპი, მშვენიერი, აღნაგობის ახალგაზრდა ყმაწვილი. ეს ჩვენი ჯგუფხელი. ნუ და ხელი დაგვიქნი. კოცნა გამოგვიცა. წავედით რა. ლაშას ის თალკე. ხუდი აიცა. ნუ იჩეჩ. ანუ არ მევასებ ეს ჩაჭედილი. რაღაცა იქნება, ნახოთ იმედია ჩავახწევ ჩენაქამდე და მე მგონი დიკლოზე ლაპარაკი ზედმეტია. ვერ მოვატრიალე. ნელა.
ხაგაგიშტა. იდი სოფრომაზე. ანასწენი არ მოდის. მედი. აი თუ არ მოდი. განსაკუთრებულია თუშური არქიტექტურა, ქვის სოფლები, ფიქალის სახურავები და კოშკები, რომლებსაც თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდათ. აქ სანახავი სოფლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომალო, შენაქო, დიკლო, დართლო და ყვავლო. შენაქო და ომალო, დიკლო და ნარცისის შორს მდებარე ორი ულამაზესი სოფელია. შენაქოს მთავარი სიმბოლო მთების ფონზე მდგარი ძველი ეკლესიაა, სამების ტაძარი, რომლის გარშემოც ტრადიციული ქვისა და ხის სახლებია გაშენებული. აი, ესეთი ახალგაზრდა მხატვარი ვიპოვეთ შენაქოში. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება? ალექსანდრე მოზაიძე. ესე იგი, მე ეს ნახატი შევიძინე და დიდი მხატვარი რო გახდები მერე ფასი კიდევ უფრო დაედება ალექსანდრე. ძალიან ლამაზია. ეს არის მე-18 საუკუნის სამების ეკლესია. ლანჩი გვაქვს. ლანჩი. მოვიდა კოტორი. ეს არის თუშური ტრადიციული კერძი. ეს არის თუშური ხაჭაპური, რომელიც მზადდება გუდისგან და გუდის ყველისგან და ერბოსგან ხშირ შემთხვევაში და ისეთი მძაფრია და ძალიან მსუყე, ეს ძალიან თხელია. შეპიწყინებულია ზეთში თუ კარგი შევიც. აფის ხაჭაპურს გავს ყველაზე მეტად. განგემრია. ოღონდ ძალიან მსუყე. ვა, რა გემრიელია. ხო, ძალიან. აი, ხაჭაპურს მეჩამია. ეს რაღაც უცხო არა. იმერული, მეგრული თუ აჭარული. იმერული. არა, სხვა ბლუდა მაგრამ მაინც ხო ხაჭაპური. აქედან გზა დიკლოსკენ გრძელდება სოფლისკენ, რომელიც უკვე საქართველოსა და დაღესტნის საზღვართან ძალიან ახლოსაა. სწორედ ამიტომ დიკლოს საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. სოფლის ზემოთ ძველი დიკლოს ნანგრევებია შემორჩენილი, რომელიც ამ მხარის რთულ ისტორიას ასახავს. დიკლოში ვართ. ეხლა დავეწაფებით ცივ წყალს, მიდილაშა თავი ჩაყავ. აი, ეს არის კალტის კვერი. ხე როგორია, გური. ამოვატკეჩავ და გავსიდა. ისეთია რა. დამჭირება ის ჩავჭრა. სიმწარეც მოაქვს ყველის გემოთ. ძალიან მძაფრი დავარგების გემო აქვს. ვერ დავჭერით. კაია? არა. კაია. ნუ ძალიან ინტენსიური. არა, კაია. კაია. ოღონდ აი ძალიან მძაფრია. ეს იქნება ჩამწნარი კაი. კალტის კვერს ჭამენ ულელთან და ერბოსთან ერთად. კი, შეიძლება ჩემს. მოგეწონა. კაი, ამჟამად ესე იგი გუდა მაგრები. გუდა რომ მიყვარს ესეც რასნე მომეც. კაია რა. თავიდან ძალიან მემძაფრა, მაგრამ მე გაიტანა. ჩემ მდგომარეობას ეწოდება ცოცხალმკვდარი მდგომარეობა, ყველაფერი მდგია. იმის ცხენების მერე, კაი ცივი ლუდი დაგხვდა სახლში. თორმეტ მერცვალი არის შედარებით ახალი კრაფტ ლუდი. ეს არის ჰოფილაგერი. და სხვათა შორის ქართულ ხორბალს იყენებს, შავ ფხას 12 მერცვალი ერთ-ერთი სტილის დამზადებისას.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხორბლის ქვეყანაც არის და ოდითგან თაშილუც რო ხარშავდნენ ხორბალიც გამოიყენებოდა, ხო და აი ძალიან კაი ამბავი აქვს ამ ბრენდს. ეს ლუდია საზაფხულო თხელი, მსუბუქი, აი რო ჩარაკრაკებ ეგრევე ეგეთი. ეხა მალე თუ არ მოვჩილაპარაკს, ლაშას არ უნდა დალა. ხო, მეც მინდა დალევა და მე დავლიე უბრალოდ აი ეგრე გავხსენი და ხო ფილაგერი არის ცოტა იპას და ლაგერს შორის და ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ მე იპა ძალიან მიყვარს. რა შეხება მარიას ამას ცევს ცხენების ტურს? კარგი იყო, სულ სხვანაირად დათვალიერებ. არ ჭირდება ძალიან ბევრი ჯირითის ცოდნა და ცხენის მართვის უნარი. დამღლელი იყო, მაგრამ ღირდა. გირჩევთ თქვენც. ამოდით თუშეთში, ისე είναι ცხენებით. ჩემ ცხენს რა ერქვა? სოფრომაძე. სოფრომაძე. სასაყვარელი იყო. სოფრომ. всё, მორჩი დალევა. აი, всё. ლაშა არის ლუდის გაცემა. ვინც იბანავა ჯილდო მიიღო. გარეკლამა კიდე. თუ კარგად მოიცემ მეორე შეგხვდება. ყველაფერი მდგება. მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე ვიტან. ეგ როგორი გამოლა, იცი, ისე გადამიღე რომ მიხვდეს რა და ვინ დაკარგა. ჰაიკინგით ქვემო მომალოდან მოვდივართ ლაშა მომალოში. გზადაგზა სულ საფრთხობს. კესალოების. მზის გულზეც ხელა რა, მაგრამ ნუ მაინც ცუდი არ არის ეს სპორტი არ არის კაი ხალხო არ ჭირდათ. აიქით არის ბოჭორნა. ბოჭორნა არის ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული წერტილი, ალბათ გეცოდინებათ. 2345 მეტრზეა და დასახლებული სტატუსს რო ინარჩუნებს, წამონთან ვიაროთ. მოიცა ეგრევე ვერ ვილაპარაკებ. დასახლებული სტატუსს რო ინარჩუნებს, ირაკლი ექიმის დამსახურება, იმიტომ რომ ზამთარშიც მარტო რჩება თვითონ. კესალოს კოშკებზე ავდივართ ზემო ამალოში, წავით. აგი, ზემო ამალო და კესალო. წამო შეუბედურო, წამო. ან დაიჭეროთ ხო, არავის არ სიამოვნებს აი აქ სიარული. პროსტა მე ვაღიარებ. გამარჯობა. ხავიწი. აბა ნახოთ როგორი ენახი. აქ მოცხოებული. შევატანოთ. ზედ დაადებ ხავიც. ყველაფერი შეიძლება ბავშვი. სარგირში ვართ. ლანჩი გვაქვს. კესალოებზე იყვნენ ასული ჩვენი მეგობრები, მე არ ავდივარ. ანავა. მე დროენ თავალ. კაი, გავით ხო ჭამ. ესეც კესალოს კოშკები, რომელიც უმალოს დასცქერის თავს. ძალიან ლამაზია, მე-18 საუკუნის არის. თავშესაფრის ფუნქცია ჰქონდა. 12 კოშკი იყო და დაინგრა. ნაწილია, მე მგონი, აღდგენილ გარესტავრირებული ამ 3 კოშკიდან.
კარგ მდგომარეობაში არ არის მთლად. კარგია რომ ძველი მეთოდით გაარესტავრირეს. მშრალად, ანუ ქვებია უბრალოდ ერთმანეთზე შეწიკწიკებული. სუნიავია აქ და საოცარი მზის ჩასლა ხოლმე აქედან. საღამოსთვის წყალი მიგვაქვს ზემოომალოდან ქვემოომალოში. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ და დავით კაკულია დიდი პიანისტი ირაკლი მენაღარიშვილის ყაბალახით გახლავთ წარმოდგენილი. კისერი წარმოდგენილი. რო არ დამიწვის მაგითო. შალის. ისე მცხელა. შალისა, თექის, აკაური ცხვრის მატყლისგან დამზადებული. ჩვენი მეტი ხალისის ვიდეო და ფოტო მასალის ავტორი ანუკა. გამარჯობა. ჩვენი გუნდის ყველაზე ცელქი ადამიანი ჯიმი და კატო, რომელიც ჯიმის უძლებს. გამარჯობათ მეგობრებო. ყველაზე ძალიან ჯიმიმ დაღალა ცხენის მომვლელი ბიჭები, იმიტომ რომ არაფერში არ დაემორჩილა. ცხენი დააყენა ეგრეთ წოდებულ სანთელზე, ქართულად რო ვთქვათ, ასვეჭკა. მე ძალიან შემშურდა, იმიტომ რომ მეც მინდოდა ეგრე მექნა, მაგრამ ვერ გავბედე. აუ რა მოიხედა? დღეს კონცერტი გვაქვს უფრო სერიოზული, ხო? გუში მქონდა უფრო ისეთი რა, სპონტანურად ჩასხდომა დაკვრები. როგორც მეხთვით ვეშვებით უკვე სასტუმროსკენ. გაძაბული თამაში მიდის, კარიდან კარის. ბიჭებო, ხო არ დაამატებთ? კესელოებიდან ტრიანები, დაღლილები, ცოტა მზისგან დამწვრები, მშივრები, მაგრამ ყველაზე ბედნიერები სასტუმროში დავბრუნდით. ცეცეში თუშური კერძების ვახშამი გველოდებოდა. მანამდე საუნდ ჩეკის გავლასაც მოусმინეთ. მასპინძლებმა დაიძახეს თუ არა ვახშამი მზად არის წინადადების დასრულებამდე სრული შემადგენლობა სასადილო ოთახში ვიყავით წარმოდგენილი. ხინკალი, კოტორი, ხავიწი. იმ საღამოს მენიუ განსაკუთრებული იყო. ამასობაში იღებ 12 მარცვალს. ესე. საუკეთესო ლუდის დასხმის ტუტორიალს შემოგთავაზებთ მე. აუ რა ასწავლებ ხა ამას. აუ ძალიან მაგარი ლუდია. აი ამას შემიძლია უწოდოთ ცივილური. ცივილური. ხავიწი არის აი ესეთი ოპა. წავიდა. ეს მზადება კალტისგან. ოღონდ არ მზადება ცხვრის კალტისგან, ეს მზადება ჩვეულებრივი გავარგებული ხაჭოსგან. და აძველებენ რამოდენიმე დღე, სულ 3-4 დღე მაქსიმუმ და იმისგან ძალიან მძაფრი გამოდისო და ამაგიტო არ იმაშვებიან, არ აკეთებენ. სანგემნელი. ერბოც ჭირდება რა ამდენი, რომ ეს ყველაფერი გემოში გაუჯდეს. ძალიან ცხიმიანი, ძალიან ცოტა ისე არ გავს იმას ბორანოს. იცი რას გავს, და მერწ.
ის იმისგან კეთდება, კაცო, მერწი იმისგან კეთდება, ნარჩვისგან. ნუ ის არის ყველი ოღონდ და ეს ხაჭოა. ეს არის იგივე მწყემსების პური. და პური ხო გიფუჭდება გზაში და ეს კვირები არ უფუჭდება და ამას გახსნიან ერბო რამე და დავაი იღებ არაჯანს. მე იღებ ერბოს. ოპა! არაჯანს და ერბოს ვურევთ ერთმანეთში. მე ვჭრით ესე. და აი წკაპანი. აი მე ხმერთო არა, ეს მე ვაკეთებ, ეს არ არის აუცილებელი. იცი რა არის? წინაზე რომ ჭამე მაშინ უფრო არ მომეწონა და გამასინჯება. ზანგაია. ცოტა იცი რა არის? ოდნავ სოდის გემო დაკრავს არა? სოდის გემო. სოდით არის. ხო, სოდით არის და აი თან იგრძნობა და იგალმოწონს. ხო, ცოტა ეხმარება აფუებაში. და ეგ ცოტა, მაგრამ რავი, აქ რო ამოდიხარ, ერთხელ უნდა გასინჯო. აგუმერჩს. მეგული შევდავაზე და ესიები სიმღერა არის გია ყანჩელის სიმღერა, რომელიც არ გავს თავის სიმღერას, ასე ჩვენ ვიცით და ყველა და გიული ჩოხელი. და ჩვენ მე ჩვენი ვერსია გავაკეთეთ. გაურისკეთ ხო იცი ესეთი ხალხის არის. მაგრამ რაღაც გამოვიდა რა. დართლო პირიქითა თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კარგად შემონახული ისტორიული სოფელია. თითქმის მთელი სოფელი ქვითა და ფიქალითაა ნაშენები და განსაკუთრებით კარგად ჩანს ძველი თუშური არქიტექტურა. დართლოში გადმოვედით, ერთ-ერთი ულამაზესი თუშური სოფელია და თან კარგად შემონახული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძალიან ლამაზია, ნახაც გავს. აი ეს არის სალოცავი, სადაც ქალების შესვლა არ შეიძლება და აქ არის სასამართლო. მე-16 საუკუნის არის 12 ქვა იდებოდა, მოსამართლე იყო და ბრალდებული. 12 მსაჯული. 12 მსაჯული, ხო. სოფლიდან გადასახლება იყო ძირითადად აქ განაჩენი. ნუ ეგ სიკვდილის პროცესი იყო მაინც. ხო, სიკვდილით არ სჭიდნენ აქ არავის რა. სიკვდილით არ სჭიდნენ, ხო, ძალიან მაგარია. იყო პრეცედენტი, როცა მოსამართლე იყო ქალი. ხალხი შორიდან აკვირდებოდა პროცესს და თუ ვინმეს შეეპარებოდა ეჭვი რომელიმეს სიმართლეში, მერე ცალკე კიდე ხატის კარის ჯვარზე აფიცებდნენ. ანუ ყვინა მასვით, ანუ წყალი. ანუ თოვლი შემომიტანე. ანუ შინ დამიგართლოგინი.
ხალისზე მინდა რომ გკითხო. ეს მეტი ხალისით ის იყო რა სულ მინდოდა რაღაც ეგორი სიტყვა ეხა რომ ძალიან გრძლა და რომ მოუყვე რაღაც ჩემთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ცხოვრების მოტოსავით არის და სხვადასხვა ფორმით სულ ცადე რაღაც აი ფესტივალებზე ჯერ საჭმელი და ის გაქონდა რაღაცა ისა და ბოლოს ნუ აი რაც იყო ალბათ ჩემთვის ორი ყველაზე საყვარელი რაღაც გულწრფელად რაც ნელ-ნელა ცხოვრებაში ცოტა საქმედ გადავაკეთე არის რომ აი ეს მოგზაურობა საქართველოს გარშემო როგორც გიდი და მუსიკა რა და ვიფიქრე რომ ამ რაღაცას შევაერთებთქო და გამოვიდა რომ ძალიან მოუხსარა თითქმის ყველაფერს უხდება ეს მეტი ხალისის რაც კი რა მედადებითთან ასოცირდება და ჩემთვის ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა რა საქართველოში მოგზაურობამ და ეგ ხო იცი შენთვის რაც კარგი მხრივ წამალი არის რაღაცა მუსიკაც ჩემთვის ეგეთია რომ გინდა რომ სხვასაც გაუზიარო რა რამაც შენ გიშველა რა რაღაცა მომენტებში და რაც გინდა რომ გაუზიარო და მგონია რომ ყველაზე კარგი ფორმა არის ეს რა. ისეთი იყო, აი აქ სასწაულ ხედზე და ადგილს მისტიური ხო ეს თუშეთი და კიდე კონცერტი გუშინ. სამამდე ვიყავით ოღონდ რაღაც განსაზღვრული ხო ქონდათ, რომ აი ესე აეწყნენ მართლა კონცერტი იყო. წინა საღამოებში იყო ესეთი ჩაცხდომა და სახლური სიმღერა და დაკვრა და ამ კონცერტზე რაც განსაზღვრული ქონდათ, რამდენი საათი უკრავდა? ბევრი სამამდე ვისხედით. პროექტზე ეგეთი რაღაცა რომ დავიწყეთ თუშეთით ახლა 28 აგვისტოს ვაპირებთ სვანეთში და მე რაღაც ახლა ზოგადად თუშეთში 2 დღით ჩამოსვლა შენ ციცი რომ რაღაცა ძალიან დამღლელია და ამიტომ იყო რაღაცა 4 ღამიანი სვანეთში ხო 5 დღე სვანეთში რაღაც ეგრე ვაპირებთ მაგრამ მე სექტემბერში ხა წინასწარ ისეთი ანონსი არ გამომივიდეს ну მაინც ვიტყვი რა რაღაცა რა აჭასაც ვაპირებთ კახეთს ჯავახეთს ყველგან რა მოვალს და შეიძლება ზოგი უკვე რაღაცა ადამიანები რომლებიც მუშაობენ იმათვის რაღაცა უფრო ვიკენდის იყოს რომ ყველა ჩაეტიოს ხო რაღაც 2 ღამით შეიძლება რაღაცები 1 ღამითაც გავაკეთოთ ანუ არ არის საჭირო მაინდა-მაინც თა იყოს უბრალოდ საქართველოს მოვლით და მთელი ამის რაღაცა კიდე ზევიდან ალბუბალს რო ადებენო რო იძახიან ეგ იქნება ეს მუსიკალური საღამო რომელიც აუცილებლად იქნება ყველა ამ ტურში რა ეს ორი რაღაც შეიძლება ნუ იმას დავურთავ აღწერაში ინსტაგრამის გვერდს და მან შეგიძლიათ ადევნოთ თვალი უკვე მომავალ ტურებს სიყვარული არის ეს ყველაფერი ჩემთვის. სიყვარულია და კარგი საქმე, იმიტომ რომ ამ ტურშიც 20-ზე მეტი ადამიანი ვართ და უმეტესობა იყო პირველი. აუ, ეგ რა მაგარი იყო, ცხენზეც პირველად იჯდნენ. თუშეთშიც პირველად იყვნენ და რაღაცა, აი, ხო რა, ჩემთვის მართლა მაგარია, რომ ადამიანებს რო გაახსენდებათ რაღაცა რაღაც შენი პატარა პროცენტი იყო ამაში და ინიციატივა რომ ესენ წაიყვანეს და ხო რა ეგ იმიტომ რომ ეგ ისეთი გამოცდილებებია რომელიც ალბათ რა სულ მიყვება რა ცხოვრება. ცეცეში ვარ სასტუმრო ცეცეში. მე აი შემოგიერთები ესე კამერაში რომელიც ნუ ზღაპრულ ადგილას არის დილით რო გამოდიხარ აქ გონია რომ აი ჩემ თავს ეს ხო ყველგან ხედია საითაც არ უნდა გაიხედა მაგრამ აქ ეგ მთავარი არ არის შეიძლება სხვა სასტუმროებიც იყოს ხედები არაჩვეულებრივი მასპინძლები არის. ფანტასტიკური ხალხია მართლა. კიდე უფრო გაალამაზეს და გაახალისეს ჩვენი ტური და ესე კი მადლობას ვეუბნებით, მაგრამ საჯაროდაც და ჩაუგდოთ მადლობა და მაგათ დგას რაღაც ფანტასტიკურად განცალკევებულად ამ თუშეთის მთებში ჩაკარგული და მოხვალთ დაგხვდებიან თბილად, ჩაგიხუტებიან და ყველას გირჩევთ მოკლედ. პირველი არის ყველის ხინკალი. აბა. აუ ქიშდება სახურცომზე რა. რესტორანში ამასვე. იმენია. და შემოდი. ცეთია ყველი სუყა ცხიმიანი. შენი გაკეთებული ისაც შეხვდება იქ. ხო მოვიდა. აუ ძალიან კაი. მართლა. მე პროსტა მართლა გავუცე. ყველ კარტოხა არის ესეც ხო? არა, ყველია. კარტოფილი ჩაი. ხო, კარტოფილიც არის. რასიდა? გუჭო. და ყველი მეტი ვიგრძელი და აი ეგ არის. ეს არის ხორცი. არა, მოვა მაგაც.
ლაშა, ეს საქონელია თუ საქონელი და ცხვარი? საქონელი და ცხვარი. ანუ შერეულია. აუ რა კაი. ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხინკალი მაქვს ორჯერ ნაჭამი, ერთი თუშეთში, ერთი თიანეთში. ნახოთ. ესეც იქნება მესამე. საიდვის როლო მითხარე? სადვის როლო? ვიჯისია. დაის ჩემი. ხინკლის ადგილი არის მთაში. ცოტა გავედით. ანა. დიდებულია. შეაჯამე ეს ხინკალი რომ ეს ბევრი უჭამე ხა. სუპერი. ისე აბანოს უღელტეხილზე ვართ უკანა გზას. კემშვიდობებით შეთს ეპიზოდით აქედან და მომავალ შეხვედრებთ. ერთ წამს ისევ ნეკნები მესამე ეპიზოდია ნეკნებს ვარ. ნეკნები იქნება შენ წესი რა. ნამდვილად იქნება. არა მართლა. ალბათ. ძალიან ლამაზია. მოკლედ ჩვენს გამომწერს ბუთხუს გველს მინდა ბოდიში მოუხადო ესე მოიხსენიე წინა ეპიზოდში ვიღაცა მეთქი და ბოდიში ვიხდი ჩვენს ერთგულ გამომწერებთან. კარგად.